დააკვირდით კანის ამოცნაურ წანაზარდს, თქვენი აზრით რა შეიძლება იყოს ეს? ეს არის ადამიანის პაპილომა ვირუსისგან გამოწვეული კანის ვირუსული დერმატოზი, იგივე მარტივ ენაზე რომ ავხსნათ, მეჭეჭი. ისინი ჩნდებიან ისეთ ადგილებზე, როგორიც არის მაგალითად ხელის თითები ან ფეხის გულები და მათი მოცილება ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება, რადგან როგორც ხედავთ, კანის მთელ სიბრტყეში არსებობს ამ ვირუსისგან დაინფიცირებული უჯრედები და თუ ყველა ამ უჯრედის მოცილება არ მოხდება, შედეგად ისევ გაიზრდება იგივე სახის წარმონაქმნი კანზე, არსებობს რამდენიმე თერაპიული მეთოდი, მათ შორის რა თქმა უნდა ქირურგიული მიდგომები, ასევე სხვადასხვა მჟავის ნაერთებით, ასე ვთქვათ, ამ კანის ზედაპირის განადგურება და იმ ვირუსული უჯრედების განადგურება. თუმცა ყველა ამ თერაპიული მიდგომის დროს არსებობს რა თქმა უნდა რეციდივის რისკი, რადგან დარწმუნებით არასდროს შეიძლება ითქვას, რომ ყველა ვირუსული უჯრედი განადგურდა ამ დროს. აი ეს არის მაგალითად ერთ-ერთი თერაპიული მიდგომა, რის დროსაც აი ამ კონკრეტული მალამოთი ხდება დაუზიანებელი კანის დაცვა და აი როგორც ხედავთ ამ მჟავის შემცველი ნივთიერების დატანით ხდება ამ ასე ვთქვათ მეჭეჭების განადგურება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანების უმრავლესობა პაპილომავირუსს იცნობს როგორც ონკოგენურს და საშიშს, თუმცა აქვე მინდა დაგამშვიდოთ, რომ პაპილომავირუსის ის შტამი, რომელიც იწვევს მაგალითად ცერვიქსით, ანუ საშვილოსნოს ყელის კარცინომას და ის შტამები, რომლებიც იწვევენ მსგავს მეჭეჭებს, ანუ დერმატოზებს, ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ვირუსია და შესაბამისად მსგავსი ერთეულების განვითარება კანის ზედაპირზე არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ასევე მაგალითად საშვილოსნოს ყელის სიმსივნის რისკის ქვეშ არის.